speeding up your path to citizenship. Mandrasagete bijo. Moitsa, მოდი აქ. მოდი აქ. ჯერმესად ვერ წავალ. ჩემ მეგობრებს ხო ვერ დავტოვებ. უნდა წავიდე უკან. შენია ისინი. ელები მაღლა. ხელები მაღლა. კარგი, ვნებდები. So. ჩქარა. გამარჯობა, ადლერ. შენ მე ალბათ არ მიცნობ. მე კი კარგად გიცნობ რა. აჰა, ესე იგი იგნორირებას მიკეთებ. მე ვარ კაპიტანი ბილი, ადლერ. და შენი აზრით, ადამიანი რო ჯარში ასე იქცევა. რა ქვია მის აქციელს? უპასუხისმგებლობა? თუ რა შენი აზრით? აჰა. ისევ იგნორი. კარგი, მოკლედ ადლერ მინდა იცოდე რომ ჩემს ჯარში ხო? მე თუ მსგავსო საქციელს ვერ დაუშვებ. შენ ჯარი უნდა გაიარო, სხვა გზა არ არის. აქედან ვერ წახვალ. შენ ხარ რაც არ უნდა მოგწონდეს ეს პირობები, ესა. მე გარ მაინტერესებს, ჯარი უნდა გაიარო და მორჩა. ხოდა ჩემო ადლერ, ასე არ გამოვა. ჯარში შენ უნდა ისწავლო დისციპლინა, უნდა გახდე ძლიერი კაცად ჩამოყალიბდე
შენ კიდე რას აკეთებ? რას აკეთებ და გარბი ხარ უაზროდ შენი საქციელის გამო შენი მეგობრების დაისაჯენ მოხედავ მე არ მინდოდა ეს ყველაფერი ასე დამთავრებულიყო გესმის მოკლედ კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯი და შენ თავს დააბრალე კარგი თუ ხმას არ მცემ შენი არჩევანია კარგი მე დაგტოვებ აბა შენიცი მედია დაფიქრდები შენ საქციელზე ეს რეები არის ბიჭო წერა ქვი ტაბლა გასაქცევია ეს წერილი შენთვის დავდავი სპეციალურად რა გასაქცევი იცაბა ბიჭებო ვახ ადლერ აქ შენ აქ რა გინდა ბიჭო არ არის ახლა მაგისტრო გაროჩი გასასვლელი ვიპოვე და უნდა გავიქცეთ მიდი ვახ კარებს გავტეხა გამოვდივართ დაიცა მაიკს გამოვიყვან მაიკ ვახ ადლერ ბიჭო არ არის ამის დრო გამოდი კარგი საქცევი ვიპოვე შემოდით ბიჭებო აი აქ არის ჩასვლელი აი აქეთ ბიჭებო აი აქეთ აქეთ ბიჭებო აქეთ ბიჭებო ცურვა მოგვიწევს ეგაა თავისუფლები ვართ ბიჭებო პროზე ავაცვით ახლა აქედან ადლერ მომიშინე ჩვენ კი გავიქეცთ მაგრამ სად უნდა წავიდეთ ფული არ გვაქვს არაფერი არ გვაქვს სად უნდა დავცხოვრდეთ საერთოდ სახლიც არ გვაქვს მაგ ძველი სახლი სიეტლში იქ ცხოვრობდი სანამ ქალაქში ჩამოვიდოდი და ჯარში წავიდოდი და იქ ცხოვრობდი რა და იქ წავიდეთ იქ დავცხოვრდეთ რა პრობლემა არაა კარგი და დიდი ხანი დაგჭირდება იქ შესასვლელა თუ მალევე მივხვდ ბიჭო დიდი ხანი დაგჭირდება იმიტომ რომ სადღაც კუნძულზე ვართ ახლა ჩვენ მაგრამ მივალთ რა კარგი და ჯეისონიც და მეისონიც უნდა ვიპოვოთ რა აუცილებლად საჭირო არის ქაურობას მაინც ჯობია ცოტა გავიწვალოთ და გავმივიდეთ რა კარგი წავედით მაშინ ეხლა ვიდავით გზაზე სიარული
Короче, Frank, შენ აქ ცხოვრობ ესე იგი. კი. ნუ ძალიან დიდი ხანი არ არის რაც აქვს ცხოვრობ, მაგრამ ხო, ნუ ნორმალური სახლია რა მე თუ კითხო. კი, ნორმალური სახლია. შენ მამა დამათვალიერებინა და მე უნდა წავიდე, მე საქმეები მაქვს რა. კარგი, ავედით. გააღიაბო. ვა, ეს მეორე სართული. ხო, ნუ ახლა ხედი აი, ცულამაზესი. კარგია რა. კი. ჯერ მარტო ხედი მომწონს ამ სახლში და მე თვითონ შიგნით, მაგრამ ძალიან დიდი ხანი ვიწვალე მე თუ კითხავ ამ სახლზე რა. ხო, კაი სახლია, აქ იცხოვრება მოკლედ რა. მადლობა. Короче, დიდი ხანია რაღაცა იმაზე მეფიქრებო, რაც ჩვენ გუშინ წინ გავაკეთეთ. აი იმაზე რა. მეისონი რომ მოვკალით. ო, ნუ ეგ, რა ვიცი, აი რა გითხრა. ხომ არა ღირსი იყო. თავის უნდა მიიღო მაგას. მას კი არაფერი არ დაუშავები, მისმა ძმამ დააშავა, მაგრამ ხო, ნუ ვერ გეტყვი ვერაფერს, რა შენ უნდა გადაგეწყვიტა ეგ ყველაფერი. ხო. 2 წელიწადი ვეძებდი ჯეისონს და მეისონს. ძლივს ვიპოვე როგორც იქნა. კი, ჯეისონს არაფერი დაუშავებია ჩემთვის. მაგიტომაც დარჩა ცოცხალი და გადარჩა. ნუ ეხლა ჩვენ ჯეისონის თუ უნდა მოგვეკლა და ის მეორე ტიპიც, ხო? ვინც იყო იქ. ჩვენ მათგან არაფერთან განსხვავდებოდით, ეგრე გამოვიდოდა. ხო, ნუ მართალი ხარ. კარგი, მოკლედ მე წავალ, ჩემ საქმეებს მივხედავ. შენ საქმეებს მიხედე. და აბა შენ ისი რა. მიდი ავადროებით. რაგინა ბიჭო შენ რას მიყურებ მან? მოდი აქ. რა ჩანთაბარე ბიჭო. ვახ. მოდი ძმაო, მოდი. დაჯექი. ვინ ახარ შენ? მოდი და გეტყვი ყველაფერს. რაგინა ბიჭო, ჰა? ხო იცი რომ შენთვის არ მცხრა, თავს გაგიტეხა ვიცოდე რა. აი, კარგი, დამშვიდი, მეგობარო. რამის დაშავება კი არ მინდა შენთვის. აბა რა გინდა? რა მინდა და მეგობრობა, უბრალოდ რა უნდა მინდოდეს ადამიანთან, რომელსაც არც კი ვიცნობ. ოდა მეც მაგას გეუბნები, არც კი მისვნა და მეგობრობა რატო გინდა მეთქი? მომისვენე, ქალაქში ვარ მოკლედ ახალ ჩამოსული. გუშინ წინ ჩამოვედი და აქ მანქანა ვიყიდე რაც სახლი პატარა ხო ხდები და მე შუაში. დიდად ხალხს არ ვიცნობ ხო და მინდა ხალხის გაცნობა და რა თუ გინდა ვიმეგობროთ. შენინება. Короче, მაგარით ასკარი წავედი მე აქედან რა. კარგი, მოიცა. რატო ფიქრობ ეგრე? ბიჭო, აი ამ ხელს ხო ხედავ. მოხდება სახეში. ნერვები არ მომიშალო იცოდე. ვიღაც მოცლილი ხარ, ხო? შენთვის ნერვების მოშლას არც ვაპირებ. მე გითხარი შენგან რაც მინდა მეგობრობა და შენ თუ არ გინდა, კარგი. ხო, რა თქმა უნდა, არ მინდა, მაგრამ რა გინდა ისე?
რაღაც ამჯერა რომ მეგობრობა გინა მარტო. აი რა უნდა მინდოდეს სხვა ადამიანთან, რომელსაც არც კი ვიცნობ. წადი შენი ერთი მოცლილი ხარ ვიღაცა რა. მომშორდი აქედან. კაი, მოიცა. ურა გაგიგია ალბათ, არა? ვინ ბიჭო? ტურა. რა თქვი ხა? გეკითხები. წამოდა დავილაპარაკოთ და უფრო კარგად გაგევინებ. გიჟი ხარ ძმო? არ მინდა ეს შტომა ერთი ამისიც რა დავიღალე რა. აი, არე პროსტა მომისმინე რა. აი, მოკლედ შენ ალბათ გეცოდინება ხო ტურა? თუ არის? ვიცი მერე? მოკლედ ხო იცი მისი ამბები რაღაც სიეტლში იყო ჩამოსული, ხალხს კლავდა რაღაც და სიეტლის მთავრობამ დააწესა მასზე ჯილდო რო რაღაც ფულის სახით ხო და თუ გინდა ვიყოთ ერთად ვიმუშაოთ და მოვძებნოთ როგორც შენ გინდა, შენი ნება. გიჟი ხარ შენ მეგობარო რა ვინ უნდა მოძებნო ტურა ბიჭო? პროფესიონალი სნაიპერი რომელიც ხალხს იმენა 20 მეტრიდან კლავს? ცოცხალი ვერ გადარჩევი, გამორიცხული არის. შეიძლება ეგრე გონია, მაგრამ საბედის მონახევრეაო შენ არ გაგიგია? ან რავი, მის ბაზე თუ გაგიგია რამე. რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, კვირის წინ, რომ უნდა რა მოკტა და რავი. ეს რო უბედური შემთხვევაა ოზორბა მან ავარიაში მოყვაო და 1000 სულელე. მაგრამ ხო და მე მგონია რომ მოკლეს ან რაიმე ეგეთი. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ხო ინტუიცია ხო იცი ყოველთვის სწორს გეუბნება. მე არ ვიცი ჯეისონი და მეისონი და ეგეთები ვინ არიან? უბრალოდ ტურა ვიცი. რა ტურა ქვია? ტურას ჯეისონი ქვია უფრო სწორედ? კი, გონი ეგრე ქვია. არ ვიცი აზე ლაპარაკობს, მაგრამ მე მეისონი. არანაირი სურვილი არ მაქვს. მერთმა გაანათლოს მეისონის სული, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ შენ მაგდენდებაზე დაგთანხმდე რა. როგორც მოისურვებ. და რა ვაფშე რაღაც ძალიან უცნაურად იქცევი. მოდი ხარ, მეგობრობას თავაზო, უცბად მეუბნები ტურაზე რაღაცეებს და ვაფშე ვინა ხარ შენ? მე გითხარი ვინც ხარ? ქალაქში ახალი ჩამოსული ვარ. ხო, გათქვეფილი ხარ ამბებში რა. შენც. გავშე წავედი მე აქ არაფერი არ მესაქმება რა. შენ ეგრე გონია? არა, მოდი. გავშე წავედი რა. გიჟია ვიღაცაჩი. კარგი ეგრე იყოს. რა ხდება ბიჭო? ჩემი ფრენკ აქ ხარ? ფრენკ სად ხარ ბიჭო? ფრენკ შემოვბრძანდით.
ვაჰ, ტერი სვახლა ვარ. ადლეს გაუმარჯოს. როგორ ახარ ბიჭი, რამდენი ხანი არ მინახე, სად იყავი, სად გადაიკარგე? რავი საქმეები მქონდა რა. რამდენი ხანი არ მინახი ხარ ბიჭო. მოდი დავждები ცოტა დავიღალე ჩემი იმენა. რა შვები ამ მოყევი შენი საქმეები რა. რავი არც არაფერს. ბევრი ოპერაცია თავარი გაქვს? ექიმი გავხდი რა. კი. საულ. კაია გილოცავ. ესე იგი ბევრი ოპერაციები გაქვს. კი ძალიან. შეიძლება მომილოცო ეხა თავარი ექიმი რო გავხდი, მაგრამ უფრო მეტი საქმე მაქვს. ხელფასი ექნება ბევრი. დაიკიდე ეგ. კი, მომატებული. რა თავარი ანუ ავეწყობი რა, ავეწყეთ. ნუ შეიძლება ითქვას რომ ავეწყე. ბიჭო, ტერი მომისმინე რაღაც საქმე მაქვს. მოკლედ ფრენკი რა, ჩვენი ბიჭი რა, მოკლედ. გუშინ სახში დავტოვე, ეგ თავის სახში რა, მოკლედ და შემდეგ ღამე რომ მივედი, მოკლული დამხვდა. ხო ხვდები. ანუ სამწუხაროებავია, გავიგე, გაგებული მაქვს. დღეს გავიგე მეც დილით ხო და ნუ რავი რა. ვინ გონია ისე შენ ტურა? რა ვიცი, შეიძლება სამაგიეროს გვიხდის. მაგრამ რანაირად უნდა ვიპოვოთ, მაგრამ ერთ ადამიანზეც მაქვს კიდე ეჭვი. სანამ იმასთან არ მივალ და არ გავარკვევ, ვერ დავისვენებ რა. თუ ეგ არ არის, მაშინ ტურა იქნება. ხო და უნდა მოუძებნოთ რა. ნუ ეგ კარგი, წავიდეთ დასაფლავებას, მაგრამ მომისმინე ხა. ერთი ადგილი უნდა გაჩვენო რა და წავყევ. კაი, მოყვები აბა. ჩემი ეს რა არის, ბიჭო? ამდენი დახოცილი ხალხები ვიყავით გუშინ და ნუ ყველა აქ მოვიყვანეთ რა. სიეტლში. ზოგი შეიძლება ვიფიქრე და კი. ზოგი ვერც ვიყავით, შეიძლება კიდე იყვნენ დახოცილები, მაგრამ ეს არის ვისაც მივაგენით რა. ვინ აკეთებს ბიჭო ამას? ჩაჩი ვიყავით ყველანი ისინი რომ ნახეთ. ნახე ბიჭო, სნაიპერის ნატყვიორები აქვს, შეხედე, თავშია გარტყული. იმას თავშია გარტყული, ამას მუცელში, მაგრამ ამას ორი ტყვია გარტყული. ნახე მოდი. მაინც მანახე? აი შეხედე. არა ბიჭო, ტყვიაზე ეგრევე ვცნობ, სნაიპერის ტყვით გარტყმული არის. ხო, ნუ მაგაში შენ უფრო ირკვევი. ჯეისონ მაგრილი ჩავმაკითხე სიეტლში. ჯეისონი? ტურა რა. სნაიპერი ტურასთან ასოცირდება ავტომატურად. ხო, კი. ყველაზე დიდი კარგი სნაიპერი ეგ არის და აი, ჩამოვიდა, მაგრამ საიდან გაიგო რო აქ ვართ? ეტყობა რაღაცა ნივთები რო ქონა წამოღებული, იქ ლოგო დაინახეს სიეტლის. აუ შეიძლება იქ სამაგიეროს მიხდის. მაგრამ მაინც ვერ დავადებ ესე. ხელს შეიძლება სხვამაც გააკეთა. ვიცი ვინც არის და უნდა მივიდე თავს გაუხევ გეუბნები. ანა ამდენი რა მოკლევინა ბიჭო, მხეცია? ექვსმეტი კაცია მოკლული, შეწარმოიგინეთ 16. ყველა სნაიპერით. მხეცია ტიპი. ეხა ეს ჩვენი მეგობარიც დაემატა. არ ვაპატიებ ფრენკის სიკვდილს არავის. ამიტომ შენს ფრთხილად იყავი ტერი. თუ მუშაობ აქედან არ მე რა დავიმალო არ ვიცი რა, აქ რომ მომაგდონ მე რა გავაკეთო. ხალხია აქ ბოლო არაფერი მოხდება დაიკიდე. თუ რამე და დამირეკე ეგრევე, აქ გავჩდები. კაი. წავალე ხამე, ჩემ საქმეებს მივხედავ, იმ ტიპს უნდა მივადგე. და თუ ის არ არის ესე იგი ტურა რა. მიდი ხო გავარკვიოთ ეს რა, ეს არ უნდა ხდებოდეს. კაი, შენ აქ დარჩი. კაუჩი ექსპერტიზაზე წაიღე. ეს გვამები და ნუ ფრენკისაც რა. ექსპერტიზაზეა ხო ფრენკის? კი, ფრენკის უკვე ექსპერტიზაზე. კაი, მაშინ წავალ მე და თუ რამეა და დასაფლავებაზე შევხვდებით რა. კარგი, მიდი ნახო.
გამარჯობა რაიან. ვაჰ. ადლერ? აქ ჩვენ არ მიდიოდი? არა, მოვდიოდი. მეჩარა მოხდა? მომისმინე ბიჭო. გუშინ რომ მიუბრუნდი სახში. მეგობარი დამხვდა მკვდარი. და მაგამდე კიდე. და მე შენთან ვიჩვენე. მე მაგასთან. შენთან ვიჩვენე მეთქი ბიჭო, არ გესმის ასკი ლაპარაკები. ხო, მაგრამ მე საიდან უნდა ვცოდო და ის შენი მეგობარი იყო. ძალიან კარგად იცი ყველაფერი, ტურა, ისა ყველაფერი ტყუილად კი არ ვეჭობდი შენს რამეს. აი მაგით არ მიდოდა შენთან მეგობრობა და გიკვირდა შენ ეს. ტურა შენი აზრით მე საიდან ვიცი? საიდან იცი, მე რა ვიცი. იცი რა. ტელევიზორში ამბებს არ უყურებ? მე რა ჩემი შენი აზრით ტელევიზორი ამომიგ კი ტელევიზორში შენ მეგობარს გავიგებდი რა თქმა უნდა როგორ არა. ბიჭო, არ მაინტერესებს მეგობარი. ეხლა მომისმინე ბიჭო, ან მეტყვი. შენ გააკეთე თუ არა, რანადა შუბს გაგიხვიტავ ბიჭო, გაიგე? არ გამიკეთებია თქო ეს ყველაფერი მე რანაირად უნდა მცოდნო და ის შენი მეგობარი იყო, საერთოდ გიჟი ხო არ ხარ შენ? გიჟი კია, მე კი არა შენ ხარ. ხელები მაღლა ბიჭო, უკან დაიხიე. მიტრიალდია. აი, კარგი. კიდე დაიხიე. მიტრიალდიე ხა. და იმ კედელთან მიდი. დროზე. არ გაინცრე, გესმის? ერთი ზედმეტი ნაბიჯი და ეგრევე. ცაში. კაროჩე. შენ გააკეთე თუ არა? ეუბნები მე ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ არის. არ გამიკეთებია. მანახე იარაღები. ვაფშე ყველაფერი მანახე რაც გაქვს. დააგდე. დააგდე მეთქი ბიჭო. კიდე გექნება რაღაც. არ მაქვს არაფერი. აი ხამ იარაღს ავიღებ. და მე ხო იცი? ზუსტად მაგ იარაღით გაგიხვიტავ შუბს, თუ მატყუებ. უი რა კაი იარაღი ქონია. დიდრული. ეს იარაღი ფული ის თან ბევრი. შენ სნაიპერი საიდანიც? არ მაქვს სნაიპერი. საერთოდ არ მაქვს აღარაფერი მეტი. შენ იცი რომ ჯარში მსახურობდი მე. ყველაფერი ვიცი იარაღის შესახებ. ჯარში მსახურობდი? მე ვარ ის ადლერი. ვიცი? რა იცი? ვინც ხარ? ბიჭებო, შემოდით, ვიპოვე. ვახ. შენი. აი ხედავ? ეხლა კარგად მოტრიალდი? ეხლა კი რაც კი გვაქვს? ყველაფერი დამიგდე. აი ეგრე ყოჩა. ვინ ხარ და რა გინდა? გახსოვს ის დღე ჯარში? რა დღე? რა დღე? მე მახსენებ რა დღე? შენ არ გახსოვს? ჯარიდან ხარ? კი. ყოველ წუთას მეგიყურებდი. შენ შეიძლება ვერ მომჩნევი, მაგრამ შენი ყოველი ნაბიჯი და ნუ მხოლოდ შენი არა, შენი მეგობრების და ჯარში კიდევ იქ მსახურები ვინც იყვნენ. ყველას გითვალთვალებდით სათითაოდ, ყველას ნაბიჯს უყურებდი, რომ რაიმე ზედმეტი არ გექნათ. ფრენკი შენ. მაგრამ გავედით თქვენ. არა. ესე იგი ტურაზე იცი ყველაფერი და მე ისონდეს რომ მოვკალი. კი, ყველაფერი ვიცი. აი ახლა კი გასაქცევი არ გაქვს. გინდა გითხრა ვინ ვარ მე? ვინ
მე ვარ კაპიტანი დილის მარჯვენა ხელი. ნუ ეგრეთ წოდებული თანაშემწე. შენი. მიხედე უკან? ვიცი ხო ჯარი რომ ყავს. ჯარიდან მომაკითხეთ ხო? ნუ თუ შენ ჭკუა გაქვს და მაგდენი ტვინი გაქვს, შენი თვე უნდა მიხვდე რომ ჯარიდან ვართ. რა გინდა ხელი უნდა ჩამკიდო და წამიყვანო ჯარში თუ რა გინდა? კი. თქვენ ბიჭო ჯარში ადამიანს არც დისციპლინას ასწავლეთ, არც იძლიერეს, არც არაფერს. თქვენ იქ ხალხს ღუპავთ. თქვენ გაწამებთ ყველას. თქვენ მაგდენი არ გესმით. არ გახსოვს კაპიტანმა ბილიმ. ხო, ნუ ბილიმ უფრო სწორედ რა კაპიტანმა, ჩემს კაპიტანი აღარ არის ის, რომ ადამიანი დაწვა. რაღაც არასწორად რო გააკეთა. ნუ აზიდვები ვერ გააკეთა, დაწვა. ეგ არის თქვენი ჯარი? თქვენ უნამუსოებო. ბილს კაპიტან ბილს არავინ არ დაუწვია. ნუ მაგდენიმე მაინც მახსოვს რომ არავინ არ დაუწვია. შენ ხარ რეიფსი გონებთ ეგ მითხარიჯერ და მე დავიწყოთ ყველა პარაკი რომ როგორ წამოხვალ ჯარში. ხელჩაკიდებული თუ ყუპიციხლით. მაინც და მაინც ხელები უნდა ჩავთოთ და ისე უნდა წაგიყვანოთ. თუ ბევრი ლაპარაკებ, მომისმინე თუ ბევრი ლაპარაკებ, პანჩუს ამოგყრავთ და ისე წაგათრევთ ჯარში. და თუ კი ჩუმად იქნები და გამოვყვები, შენინებით წახვალ, არც არავინ არაფერს არ შეგიშლის. უბრალოდ ივლი. რომელი გირჩევნია ახლა შენ მითხარი? შემა და ტანჯვით სიარული რომ სიკვდილის პირამდე მიხვიდე, თუ შენთვის წყნარად წასვლა. რომელი გირჩევნია? მოიცა, რაღაცინებს. სასაცილო თუ გაქვს შენი აზრით ახლა საქმე? ოხ, ჩემი. მაგარი კაცი ხარ. სერიოზულად გეუბნები. მაგარი კაცი ხარ. მაგარი დაკურებული ხარ. იარაღი დავიტოვეთ თქვენ აბიჭრებო. რას მიყურებ თქვენ დაუნებო დაეწიეთ. თუ თქვენი თუ თქვენი ხევი მოვტყვა თქვენ. ვერ დაიჭირეთ თქვენ ხო? ვერასერ. ალა გამოუსათ ეგარები ხართ იმენა რა გინათ ბიჭო ჯარში წადით რამე სპორტზე იარეთ სპილი მაინც ისწავლეთ თუ თქვენ. Adler Sadimalebi Ach, შენი Ach აზრი არა აქვს ბიჭო, ტყუილად ცდილობ რაღაცას. შემეშო ჯარში არ დავბრუნდები. და დიდი აზრი აქვს და არ დაბრუნდები, კიდევ სანაკარგად დაბრუნდები. თეკოჩი რო გესრუ და რო დაგაგდები.
რო ვიღაც ირბე, რო ვიღაც ცივი და რო ვიღაცას რო ვეღარ გააკეთე. აი ზუსტად მაგ დროს მიგახევ ჯარში ზუსტად. ვახ, შენი. მაიც გამარტყარა. ვახ, შენი. ვახ, კარგი. გერახტე. მალე. აჰა. გამოდი ხამადედა. შენობის კიდეზე დადეგი. ჩემს უკან. ეხლა მომისმინე. არა არ გინდა. დამიჯერე არ გინდა. ჯარი ამოდის ამ შენობაში და ჩემი მოკლედ ჩვენ ვერაფერს ვერ მიიღებ. ამიტომაც ორი არჩევანი გაქვს და ორივეში შეგიძლია არ მოკვდე და ჩაგუბარდე. ან შეგიძლია მომკლა და შენი თავის მოიკლა. ხმას ნოიღებ ჩუმად შენი რა. არჩევნის უფლება არ გაქვს და მაგას გიმტკიცებ. შენი. ოდია. არა. აი ქარის ბიჭებო, დაიჭირეთ დროზე. ვახ, დაწყვით ბიჭო.